ეგეთ გამოდელი გადაცემა დავიწყეთ ასე ლევანმა თქვა რომ საკმაოდ მაღალი ტემპერატურა არისო და ჩვენთან ერთად იყავით რომ გავგრძელდეთო ამ თემებითო და ესე იგი ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს უსაფრთხოებაზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად ქვეყანაში ტყის ხანძრების რისკი იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი მოსახლეობასა და ტურისტებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ნებისმიერმა დაუდევრობამ შესაძლოა გამოუსწორებელი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს და აი ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ რა აკრძალვები მოქმედებს ტყეში გადაადგილებისას როგორ გვეხმარება ახალი QR კოდების სისტემა წესების დაცვაში მოკლედ ჩვენი სტუმარი არის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე და მასთან ერთად განვაგრძობთ საუბარს მოგესალმებით მადლობა თქვენ მობრძანებისთვის ბატონ დათა პირველ რიგში რომ შევაფასოთ რისკები კონკრეტულად რომელი რეგიონები ან ტყის მასივები ითვლება ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველაზე მაღალი რისკ ზონა და ასე ვთქვათ, სადაც შესაძლოა რომ ხანძარი გაჩნდეს. დიახ, გაგიზიარებთ ინფორმაციას, ზოგადად მცირე ინფორმაციას მოგაწვით იმის შესახებ, რომ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძალიან აქტუალურია ეს ტყის ხანძრებით გამოწვეული ზიანი და საკმაოდ დიდ ზიანთან გვაქვს ჩვენ საუბარი და ხშირ შემთხვევაში ამ ზიანის გამოსწორებას შესაძლოა საუკუნეების დასჭირდეს. რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ეროვნული სატყეო სააგენტო ვამზადებს ტყის მართვის გეგმებს, სადაც კონკრეტულად მითითებულია თითოეული სატყეო უბანი, სატყეოს ტერიტორია, სად არის ყველაზე მაღალი რისკი ხანძრის გაჩენის. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთებში ეროვნული სატყეო სააგენტო გაცილებით აძლიერებს ამ პატრულირებას, გადაადგილებას და კონტროლს. მათ შორის გარდა ამ ტყის მართვის გეგმებისა, ხანძარსაშის პერიოდს ვაანალიზებთ და ესე ვთქვათ, ვიღებთ ინფორმაციას კლიმატური პირობების შესაბამისად. თუ არის უნალექო დღეები, მათ შორის გვალვიანი დღეების რაოდენობა თუ დიდია და მაღალი ტემპერატურა პირდაპირ ხელსაყრელი გარემოა ცეცხლის გაჩენისთვის სამწუხაროდ და განსაკუთრებით მოწყვლადი მონაკვეთებია ისეთი ფართობები, სადაც არის წიწვოვანი დღეები. მათ შორის აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთი, სადაც გასული წლების სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ყველაზე მასშტაბური ხანძრის შემთხვევები გვაქვს სამწუხაროდ და ასევე უნდა ითქვას, რომ ამ კლიმატის ცვლილების ფონზე მცირე ხანძრის კერაც კი ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ გადაიქცევა ხოლმე ისეთ კატასტროფად, რომლებშიც რა თქმა უნდა ყველა უწყება შესაბამისი ერთვება ქრობის პროცესში, თუმცა ის ზიანი, რაც ადგება იმ ტერიტორიას, ძალიან მასშტაბურია და ხშირ შემთხვევაში აწლეულები სჭირდება ამ ზიანის, ესე ვთქვათ, მოგვარებას. აი ახლა ვუყურებ ამ გადამწვარ მასივებს აკურიანის თუ ბორჯომის ტერიტორია ხო და თან თქვენ წიწვოვანი ახსენეთ ბატონო და თან რა სწრაფად ეკიდება ამ წიწვოვანს აი წამში იცის აალება კონტროლზე საუბრობთ რა მაინტერესებს იცით ახლა აი ამ კონტროლს და წესებს რომელიც დაწესებულია ადამიანებისთვის როგორ ახერხებთ ამის მონიტორინგს კონტროლს და შემდეგ ისიც რომ ვთქვათ რა სანქციები მოყვება ეგრეთ წოდებული ჯარიმები ამ ყველაფერს დიახ აუცილებლად გაგიზიარებთ ინფორმაციას მადლობა კითხვისთვის ზოგადად კონტროლის კუთხით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, როგორც ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში აწარმოებენ კამპანიებს, ასევე თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ სარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოგახსენებთ, რომ მოსახლეობას უზიარებთ ინფორმაციას, რომ ხანძარ-საშიშ პერიოდში თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ძალიან ფრთხილად რო უნდა იყვნენ. ამისთვის ასევე კონკრეტულად თითოეულ მონაკვეთზე, რეგიონებში, ტურისტულად იმ აქტიურ ადგილებში, სადაც ყველაზე ფართოდ გადაადგილდებიან ვიზიტორები და ასე ვთქვათ, უწევთ ისეთი საქმიანობების განხორციელება, მათ შორის თუნდაც პიკნიკი, რომელიც პოტენციურად შესაძლოა იყოს დაკავშირებული ხანძრის გაჩენასთან, ასეთ მონაკვეთებში ჩვენი თანამშრომლები, მეტყევეები, ტყის მცველები უზიარებენ ინფორმაციას მისულ ვიზიტორებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დაანთონ ცეცხლის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას და შერჩეულ ადგილას, ცეცხლის დანთობის პროცესში დააკვირდნენ, რომ სრულად ჩაქრა ცეცხლი და აღარ არსებობს ხანძრის გაჩენის რისკი, ასევე რა თქმა უნდა დანაგვიანებაც ერთ-ერთი პოტენციური რისკი შეიძლება იყოს ხანძრის გაჩენის და შესაბამისად ამ ინფორმაციას უზიარებენ, ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ QR კოდის მეშვეობით ჩვენ გვაქვს განთავსებული ტყის პირებში ესეთ აქტიურ ადგილებში ბანერები, სადაც ინფორმაცია არის წარმოდგენილი ტყეში ქცევის წესების შესახებ და აღნიშნულითაც აქვთ მოსახლეობას, მათ შორის ვიზიტორებს საშუალება რომ გაეცნონ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ხოლო სამწუხაროდ თქვენ რაც ახსენეთ ჯარიმის კუთხით, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ პრევენციას წარმოადგენს თუ პირობითად პირი დაანთებს ცეცხლს ისეთ ადგილას, სადაც არ არის დაშვებული ცეცხლის დანთება 300 ლარიდან 500 ლარამდე არის სანქცია დაწესებული, ასე ვთქვათ, ხოლო თუ იქნება
ის ცუდი შემთხვევა არის, საცილებასაც ჩვენ ვცდილობდა გაჩნდება ხანძარი, ამისთვის რა თქმა უნდა უკვე შესაბამისი გარემოზე მიყენებული ზიანის შესაბამისად შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულიც იყოს და პირს დაეკისროს. მე ვფიქრობ, ხო არ გაგაწყვეტინეთ, მე ვფიქრობ, აი ჯარიმა აქ არის აბსოლუტურად, აი წარმოუდგენ რა როგორ უნდა იყოს ამაზე ჯარიმა. ან რა საჭიროა საერთოდ ჯარიმა, როცა ადამიანი თვითონ თავის თავთან უნდა კონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ მან უნდა გააკეთოს ის სიფრთხილე გამოიჩინოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საერთოდ არ უნდა ჭირდებოდეს ამას კონტროლი. მე მგონი თვითონ ვერ წარმოიდგენენ, მე მგონი რომ რაღაც პატარა თუნდაც სიგარეტის ნამწვის გადაგდებამ შეიძლება ისეთი მასშტაბის ხანძარი გამოიწვიოს, რასაც ვერტფრენებიც ვეღარ აქვს უკვე მოგვიანებით. და თქვენ შეიძლება დასჭირდეს მის ლოკალიზებას და შემდეგ ლიკვიდაციას და ჯარიმებზე საუბრობდი, როგორც ვიცით, მიმდინარე წელს გაიზარდა ეს ჯარიმები სწორედ იმ მიზეზით ლევან რაც შენ აღნიშნე და ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის შემაკავებელი უნდა არსებობდეს რაღაც ადამიანებს უფრო მეტად მისცემს ხოცა ბუნებაზე გაფრთხილების სურვილს. ხო და ერთ შემაკავებელზე გავამახვილებ მე ყურადღებას თქვენც ახსენეთ QR კოდები. მე სულ მაინტერესებს აი ტურისტულ ცენტრებში რო არის განთავსებული ეს QR კოდები რეალურად მოქალაქეები ხსნიან თუ არა, გაქვთ თუ არა ეს მონაცემები, რეალურად იყენებენ თუ არა და რა ტიპის ინფორმაცია ხვდებათ იქ, არის თუ არა ეს რაღაცა უპირობოდ ძალიან მნიშვნელოვანი წესები, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ მათ. დიახ. ქორაც ბრძანეთ მაგაში გეთანხმებით რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობას და მათ შორის ვიზიტორს არ აქვს გაცნობიერებული, რომ თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოყოს ამას პოტენციურად და მარტო მაგალითს ვიტყვი, წარსულში პირობითად სანამ ესე ვთქვათ, ეს მცხუნვარე ამინდები, ესე ვთქვათ, მაღალი დონის ეს გვალვიანი პერიოდები და ასე შემდეგ კლიმატის ცვლილების შედეგები თვალსაჩინო იქნებოდა, შესაძლოა მცირე კოცონის დამთებას და თუნდაც პირობითად ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ბუნებრივად ხდებოდა თავისი ლიკვიდაცია ხანძრის და ქრებოდა ასე ვთქვათ და ეხლა ამ ყველაფრის ფონზე, ამ მაღალი ტემპერატურის ფონზე გაცილებით ცუდი შედეგი მოყვება ამ ყველაფერს და სამწუხაროდ მოსახლეობას სრულად არ აქვს გაცნობიერებული. ხოლო ამ ბანერებზე, რაც კითხვას თქვენ დასვით, ბანერებზე საკვანძო ინფორმაცია ისედაც წარმოდგენილია QR კოდის გარეშე, რომ ტყეში უნდა დაანთოს ცეცხლი მხოლოდ შერჩეულ ადგილას, ესე ვთქვათ, ის საკოცონე ადგილებში და საკოცონე ბაქნებზე, ხოლო QR კოდზე გადასვლის შემთხვევაში უფრო დეტალურად არის ჩაშლილი და მარტივი მითითებებია. ეს შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ადამიანს, მით უმეტეს სრულწლოვან ადამიანს ინსტინქტის დონეზეც უნდა კონდეს, რომ სადაც ესე ვთქვათ, გვერდით წვადი მასალაა და თუნდაც ფოთლებია და თუნდაც წიწვებია და ხის ვარჯია, მან რომ არ უნდა დაანთოს ცეცხლი. უბრალოდ ეს ერთგვარი შეხსენებაა და ერთგვარი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ შესაძლოა სრულად ვერ გააცნობიეროს ადამიანმა რამხელა ზიანი შეიძლება მოყოს ამ ყველაფერს და ეს საინფორმაციო ბანერები ამას ახსენებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინსტინქტურადაც უნდა ხვდებოდეს ადამიანი თუ რამხელა ზიანთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ გვაქვს ჩვენ ამის ფაქტები, რომ ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენა დღესაც მიმდინარეობს, სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებსაც ხარჯავს ამ ფართობების აღდგენაში. საბედნიეროდ გვაქვს დადებითი შედეგები და მიმდინარეობს ეს აღდგენის პროცესი, თუმცა თუნდაც ისეთ რეკრეაციულ ადგილებში, კურორტულ ზონებში, თქვენ ახსენეთ ეს ბორჯომ-ბაკურიანის ფართობებიც 10 წლეულების ჭირდება იმ შედეგის მიღებას, რაც ბუნებრივად იყო და ერთმა დაუდევრობამ გამოიწვია, ესე ვთქვათ, ის ცეცხლის დიდი კერა. აი საპიკნიკე ადგილები ახსენეთ თქვენ რითი უნდა მიხვდეს დამსვენებელი ეს ტურისტი იქნება თუ ადგილობრივი რომ კონკრეტული ადგილი არის გამოყოფილი სადაც შესაძლებელია თუნდაც პატარა კოცონის დანთება და ასევე რა რეკომენდაციები არსებობს მათთვის როგორ უნდა მოუაროთ კოცონს რომელსაც ვიყენებთ პიკნიკისთვის. დიახ, საკოცონე ადგილი უმეტეს შემთხვევაში თვალსაჩინოა იმით რომ ეტყობა რომ წარსულშიც აქ ცეცხლი რა მრავალჯერ არის დანთებული, შესაბამისი ბაქანივით არის მოწყობილი, ასე ვთქვათ. საპიკნიკე სივრცეა ხშირ შემთხვევაში ირგვლივ სკამებით და მაგიდით, თუმცა მთავარი არის რომ ირგვლივ სადაც ცეცხლი დაინთება, წვადი მასალა არ იყოს, მათ შორის როგორც აღნიშნეთ, ფოთლების, ტოტების, წიწვების სახით, ასევე ხის ვარჯი არ იყოს კოცონის ქვეშ, იმიტომ რომ კოცონის ალმა შესაძლოა ხეზე მოახდინოს, ასე ვთქვათ, ცეცხლის მოკიდება და შემდეგ გადასვლა. შესაბამისად, ნებისმიერი მისული ვიზიტორი არჩევს ფართობს, ღია ფართობი, რომელიც არის ირგვლივ არ არის, ასე ვთქვათ, წვადი მასალა და მთავარი ერთ-ერთი რაც არის, რომ მის მიერ დანთებული კოცონი სრულად იყოს ჩამქრალი, რაშიც შესაძლოა წყლის დასხმით დახმარება იყოს საჭირო, რომ ქარმა პირობითად არ მოახდინოს ნაკვერცხლის გაღვივება და სხვა ფართობზე გადატანა. ბატონო დავით, ახლა მე მინდა ერთი ინფორმაციული კითხვა დავსვა. ნათქვამია გამეორება ცოდნის დედაო და აუცილებლად კიდევ ერთხელ ვთქვათ, აი ესეთი რამე, რომ
აი ადამიანმა მაგალითად ფეხით მოსიარულეები, ვინც ეირნობს ლაშქრობაზეა წასული, რომ აღმოაჩენს აი კერას ან დაკვამლიანებას ან მსგავს რამე საშიშროებას, პირველი ნაბიჯები რა უნდა ქნას ჩვენს მაყურებელს რო უთხრათ, რომ იცოდნენ კიდევ ერთხელ როგორ უნდა მოიქცნენ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში 112-ზე უნდა შეატყობინონ ინფორმაცია ნებისმიერი ლოკაციიდან, ესე ვთქვათ, შესაძლებელი იქნება 112-ზე დაკავშირება და ადრეული რეაგირება ჩვენი ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც არის, რომ პრევენციის პროცესშიც გარდა ამ საინფორმაციო კამპანიებისა, გაძლიერებული პატრულირებით, გაძლიერებული მონიტორინგით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით, დრონით და ასე შემდეგ, ადრეულ ეტაპზე მოხდეს ხანძრის კელის იდენტიფიცირება და ადრეულ ეტაპზევე ჩაერთოს ყველა უწყება. მათ შორის, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დეპარტამენტი, რომელიც ესე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ამ ქრობის პროცესში ერთ-ერთ წამყვან ფუნქციას ასრულებს, თუმცა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მეტყევეები, ტყისმცველები, რომლებიც პირდაპირ კერასთან შესაძლოა ძალიან ახლოს იყვნენ, შიდა რესურსებით, თავისი ძალებით უმოკლეს დროში ცდილობენ, რომ მოახდინონ ადრეული ლიკვიდაცია. შესაბამისად, მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია 112-ში, რა თქმა უნდა, ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესაბამის სამსახურებშიც ფიქსირდება და შემდეგ უკვე ხდება სწრაფი რეაგირება. ნებისმიერი მოქალაქისგან ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, მადლობა აღნიშნულ საკითხსაც რომ შეეხეთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დათა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.